ძალიან მინდა რომ ჩემს შეცდომებზე ისწავლოთ და არა საკუთარ შეცდომებზე. ნიჭიერი შვილი გყავთ, ადვილად სწავლობს ყველაფერს და თქვენც ცდილობთ რაც შეიძლება მეტი და მეტი ისწავლოს. ამაში მე პირადად ვხედავ მშობლის პატივმოყვარეობას და ამ პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების გზას. ამასთან ერთად ხშირად ჩვენ შვილებზე გადაგვაქვს ვალდებულება, რაც თავად ვერ გავაკეთეთ. ეხლაც მახსოვს როგორ დავწერე პატარა ასაკში სიტყვა, რომელსაც წარმოვთქვავდი მაშინ, როდესაც ნობელის პრემიას ავიღებთ. იქ არსაგებია რომ საერთოდ ამ კუთხით ოდნავ ახლოსაც არ მივსულვარ და შესაბამისად ეს ჩემი სურვილი, უდიდესი სურვილი თავს მოვახვიე ჩემ შვილს, რადგანაც ვხვდებოდი რომ მას ჰქონდა დიდი პოტენციალი და შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა. მაგრამ ეს არის მშობლის ყველაზე დიდი დანაშაული, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გაუვლელი გზა ჩვენმა შვილმა გაიაროს, ამითი მას ვაგდებთ ძალიან დიდ სტრესში, თავისთავად დეპრესიაში და ეს იწვევს იმას, რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ძირითადად კარგავენ ძალიან მნიშვნელოვან თვისებებს იმისათვის, რომ ამ ცხოვრებაში გადარჩნენ და ერთ-ერთი არის willpower. რატო ვახსენებ ამ სიტყვას ინგლისურად? იმიტომ რომ ნებისყოფა მგონი ცოტა უფრო განსხვავდება შინაარსობრივად ამ სიტყვისგან და თავისთავად გარკვეულ სულიერ სიძლიერესაც ვამცირებთ მათში. ამასთან მინდა გითხრათ, რომ როდესაც მაგალითად როგორც ჩემმა შვილმა ბავშვი 5 კლასს, უკაცრავად 4 კლასს 5 წლის ასაკში დაამთავრებს, ეს ძალიან მკაცრად რომ ვთქვა პათოლოგიაა. მე პირადად ამ სიტყვას არ ვიხმარდი, არ გამოვიყენებდი, მაგრამ ვიტყოდი ის სიტყვას არანორმალურობა. ეხლა არანორმალურობა არ არის ისეთი მარტივი გაგების, როგორც ხშირად ადამიანებშია, როგორც გარკვეული ტიპის სიგიჟე. არანორმალურობა ნიშნავს იმას, რომ ნორმისგან, ანუ ძირითადი მასისგან არის განსხვავებული. ეს განსხვავება შეიძლება იყოს ქვემოთ, ზემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ასეთ ადამიანებთან საურთიერთოდ, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ნორმისაგან განსხვავდება, აუცილებელია სპეციალისტების ჩართვა. გიორგის ბავშვობისას მე ამის ფინანსური შესაძლებლობები არ მქონდა და შესაძლებელია არც ბოლომდე მქონდა გააზრებული ეს აუცილებლობა. ამასთან დღევანდელი შეხედულებიდან მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მგონია, რომ მეცნიერება დღესაც კი არ არის იმ დონეზე, რომ აი ასეთ განსხვავებულ ახალგაზრდებს დაეხმაროს პროფესიული კადრებით, რამე თუ ასეთი კადრები არ არსებობენ და არც შესაბამისი ცოდნა არ არსებობს. დავამთავრებ ბევრი ვილაპარაკე იმით, რომ დაუშვებთ ჩემ შეცდომას, მივცეთ ბავშვებს ბავშვობა და ვიფიქროთ მათზე და არა საკუთარ პატივმოყვარეობასა თუ აუსრულებელ ოცნებებზე. მადლობა.